საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. წმინდა სინოდის სხდომის მდივანი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია იყო. შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე მზადდება სხდომის განჩინება, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ბრძანა, წმინდა სინოდის წევრებმა ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის, განათლებისა და წმინდანად შერაცხვის თემები. დღეს შედგა საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომა ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს შენობაში. წმინდა სინოდის სხდომის თავმჯდომარე ბრძანდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. იყო განხილული რამოდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც საქართველოს, ასევე საქართველოს გარეთ. იყო საკითხი, რომელიც ეხება საგანმანათლებლო სისტემას და საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ გიმნაზიებსა და სკოლებს. იყო წმინდანად შერაცხვის საკითხი და შეირაცხა რამოდენიმე წმინდანი და ასევე განხილული იქნა მიმდინარე საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიის ცხოვრებასა და მის მოღვაწეობას. დამუშავდება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი და შემდგომ ეს ოქმი იქნება გაცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სანდრო გირგულიანისა და ირინა ენუქიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. როგორც ცნობილია, დღეს გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 დეკემბერს მართალი ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლათხებაზე იმობს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა ანა ლევიტელთა ტომიდან, მამა კი მართალი იოაკიმე წმინდა დავით მეფის შთამომავალი იყო. მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობამდე, რომ შვილი არ შეეძინათ. იმ პერიოდში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა ცოდვათა გამო. ოჯახის მწუხარება საზღვარი არ ჰქონდა. ერთხელ მართალი იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში მღვდელმთავარმა უფლისთვის მსხვერპლის შეძირის უფლებაც კი არ მისცა. დამწუხრებული წმინდა იოაკიმე უდაბნოში წავიდა და 40 დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. მორწმუნე ოჯახი გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს ნაყოფის მინიჭებისთვის. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ მიეცემოდათ შვილი, მას ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. ღმერთმა შეისმინა მართალი ანასა და მართალი იოაკიმეს გულწრფელი ლოცვა. უფალმა ანგელოზის პირით ახარა მათ ჩასახვა ასულისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისა, რომლის მიერ იკურთხეოდიან ყოველი ტოლმნი ქვეყნისანი. დღესასწაულის კონტაქტში ვკითხულობთ. დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლათხებას, საღმრთო დასრულებულსა, რამა თუ ამან გვიშვა ზესდა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 38 წლისთავისადმი მიწყვნილი კონფერენცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა მოხსენებები საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის პროცესებზე წაიკითხეს. სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოღვაწეობაზე გაამახვილეს. შეხვედრაში მონაწილეობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა მიიღეს. სტუდენტური კონფერენცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა.
გვაქვს შეხვედრა ახალგაზრდა ჰუმანიტართა ფორუმის მოსამზადებელ საკითხებზე, აგრეთვე სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება უწმინდესის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა იმით, რომ აქ წარმოდგენილნი არიან ბათუმის, ქუთაისის, გორის წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ თუ როგორ განახორციელოთ და ჩავატაროთ ჩვენ ფორუმი, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება და მოიცავს ჰუმანიტართა პრობლემატიკას და მისი მოგვარებისა და განვითარების პერსპექტივებს. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი პატივს მიაგებს საქართველოს ეკლესიის დიდ მამამთავარს უწმიდესად და უნეტარეს ილია მეორეს. ჩემი მოხსენება გახლავთ პატრიარქის ლიტურგიკული ორიგინალური შემოქმედება. ცნობილი არის, რომ პატრიარქი არის არაერთი ლოცვისა და საგალობლის ავტორი და თან დართული აქვს პირადი მილოცვა უწმინდესისადმი. იმართება კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარის ილია მეორეს აღსაყრელიდან 38 წლის თავთან დაკავშირებით. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ დასაფასებელია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს ასეთი დიდი პიროვნების მოღვაწეობას და დამსახურებას საქართველოს როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოების ისტორიაში. იმართება კონფერენცია, რომელში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ ჩამოვედით დღეს ორი მომხსენებელი გელათის სასულიერო აკადემიიდან. მე პირადად წარმოვადგენ მოხსენებას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ურთიერთობები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წინა საახალწლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა. თამარ სანიკიძემ სტუმრებს წარუდგინა უნიკალური სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებიც საქართველოში პირველად დაიბეჭდა. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეების საახალწლო განწყობაზე იზრუნეს ნიჭიერთა 10 წლედის საბავშვო ორკესტრის წევრებმა და პანტომიმის თეატრის მსახიობებმა. ღონისძიების ფარგლებში მოზარდებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ. სტუმრობთ მოსწავლეებს სხვადასხვა სკოლიდან, ძირითადად არიან სმენა დაქვეითებული და მხედველობა დაქვეითებული მოწაფეები. ეს დავამტყევთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენთვის. პირველად საქართველოში შეიქმნა ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რელიეფური სახელმძღვანელოები და ჟესტურიანი სახელმძღვანელოები, რომელიც ჭირდება ინკლუზიური განათლების განსახორციელებლად სრულფასოვნად. ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, როგორც მსახიობისთვის, თეატრისთვის და ამას ჩვენი სიამოვნებისთვისაც ვაკეთებთ რა, თითქოს რაღაცა ერთად ვერთობით, რაღაცა ამ სიკეთეს გავცემთ და ისინიც ორმაგად პასუხობენ და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის როგორც ადამიანისთვის და მე როგორც პროფესიით მსახიობისთვის. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მწვანე სივრცე ეკოჰაბი შეიქმნა. სიახლის წარდგინებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. ღონისძიების პარალელურად ფილმის ჩვენება გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და კინოჩვენებებს გარემოს დაცვით თემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღების დროს ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით შეიქმნა ინფორმაცია და განათლების ცენტრში ეკოჰაბი. აქ მოხდება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის დაიგეგმება, მათ შორის ფილმების ჩვენებაც და შემდეგ დისკუსიები. ძალიან გახარებული ვარ, რომ ეკოჰაბი შეიქმნა და მე ამას დავესწარი. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ეს ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვარ პროფესიით მომავალი ეკოლოგი და ძალიან მაინტერესებს ყველაფერი ის, რაც აქ მოხდება და იმედი მაქვს, სტუდენტებს ეს ყველაფერში ძალიან დაეხმარება. მარნეულში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობა დასრულდა. ადგილზე განხორციელებულ სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა დოლიძესა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მხარეების განცხადებით ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 6 პუნქტი მოეწყობა. აქედან 2 მარნეულსა და რუსთავში მერსი ქორპსის მხარდაჭერით აშენდა. დანარჩენ 4-ს კი დედოფლის წყაროში, სიღნაღში, თელავსა და ბოლნისში სურსათის ეროვნული სააგენტო დააფინანსებს.
კომპლექსურად უდგებით ამ საკითხებს. ჩვენი გეგმის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანია მომთაბარე ცხრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც აუცილებელია როგორც ერთის მხრივ ფერმერთა და მეცხვარეთა დასახმარებლად, მეორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამ კუთხით დავიწყეთ ცხვრის გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის პროცესი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სულ 2 წლის წინ და დღეისათვის ჩვენ უკვე დავიწყეთ ინფრასტრუქტურის შექმნა ამ ტრასებზე და ეს არის პირველი ბიოუსაფრთხოების წერტილი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში იხსნება. საქართველოში მეცხოველეობის დარგს დიდი პოტენციალი აქვს. მესაქონლეობა ცხვრის მოშენება ხელს შეუწყობს სოფლისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი და საქმდება მეტი ადამიანი. სოფლის განვითარება რთული და დინამიკური პროცესია, რომელიც თავისთავად გულისხმობს ცხოველის ჯანმრთელობა უსაფრთხოებაზე ზრუნვას. აღნიშნული დაწესებულების მიზანი კი სწორედ ეს არის. პრობლემა თვითონ გადასარეკი ტრასების და მასზე არსებული გასაბანებლების იყო ძალიან მწვავე და დღემდე რა თქმა უნდა არის მწვავე, მაგრამ ეს პირველი პუნქტი და შემდეგ ის დანარჩენი პუნქტები, რომელიც ამას მოყვება, ძალიან შეამსუბუქებს თვითონ ფერმერების მდგომარეობას და ასევე გააუმჯობესებს კეთილსაიმედოობას ვეტერინარული თვალსაზრისით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გეგუთის სასახლესთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნენ. როგორც ცნობილია, 500 მეტრის სიგრძის გზა ამორტიზებული იყო და მასზე გადაადგილება მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. მხარეების განმარტებით პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის საფუძველი და ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იმერეთში, კერძოდ ქალაქ ქუთაისში, გეგუთის მე-19 საუკუნის ციხე-დარბაზთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია თითქმის დაასრულა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ხელი შეეწყობა ტურისტების გადაადგილებას, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა ადგილზე და მათ შეეძლებათ აღნიშნული ციხე-დარბაზის მონახულება. აქ ფაქტიურად გზა არ არსებობდა, ჩვენ გავიყვანეთ და დავასრულეთ გზის სამუშაოები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის პრიორიტეტებია ზოგადად, ვინაიდან საქართველოში საერო დანიშნულების ძეგლები ცოტა გვაქვს. ჩვენ რამოდენიმე ანალოგიურ პროექტს ვახორციელებთ, როგორიც არის თელავში ბატონის სასახლე. ჯემალ მდივანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა თბილისის ოპერის სოლისტის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხელოვანი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალური ხელოვნების კონკურსის ლაურეატი და ესპანეთში ფრანსისკო ვინიასის კონკურსის გამარჯვებული იყო. ჯემალ მდივანი 10 წლის განმავლობაში თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი და მრავალი დაუვიწყარი სასცენო სახის შემქმნელი გახლდათ. ჩვენს მუზეუმს ტრადიციად აქვს ფალიაშვილის შემოქმედებას, ის დაცხოვრების თარიღების აღნიშვნა. მისი ოპერების, შედევრების, პრემიერების თარიღების აღნიშვნა. ასევე იმ დიდი შემოქმედების საღამოები, შეხვედრებია თუ გახსენების საღამო, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს არა მარტო ფალიაშვილის შემოქმედებაში, არამედ საერთოდ ქართულ კულტურაში, კერძოდ მუსიკალურ კულტურაში. ბატონ ჯემალ მდივანი სწორედ ის მომღერალი და ის პიროვნება, რომელმაც თავისი დიდი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ კულტურაში და ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო ფალიაშვილის მუსიკის. ეს დღე ეძღვნება ცნობილ მომღერალ ჯემალ მდივანს, რომელსაც დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა და რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი სახე შექმნა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. ჯემალ მდივანმა თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი შესანიშნავი მომნაცემებით, არაჩვეულებრივი ხმით, ლამაზი, ძლიერი ხმის ტემბრით, დიდი დიაპაზონით. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საშობაო გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე ბესიკ ჭითანავამ და მიხეილ მჭედრიშვილმა რელიგიურ თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. მხატვრები უკვე წლებია აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ და მათი ავტორობით მრავალი ხატი დაიწერა.
ბესიკ ჭითანავა და მიხეილ მჭედლიშვილი ტილოზე, აბრეშუმსა და მულინზე მუშაობენ. ხელოვანების ნამუშევრები დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებენ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიცია 29 დეკემბრამდე გაგრძელდება და დაინტერესებულ პირებს მხატვრების 80-მდე ტილოს ნახვის საშუალება ექნებათ. მოხარული ვარ, რომ ისევ გამოიფინა ჩემი ნამუშევრები აქ ფოლკლორის ცენტრში. ბოლო პერიოდში უფრო ვმუშაობ პორტრეტებზე. რა თქმა უნდა, მაგ ხატები, წმინდანების, მაგრამ ბოლო პერიოდში ვმუშაობ პორტრეტებზე, აღსარებლების პორტრეტებზე. მოგეხსენებათ, მოახლოებულია შობა და ამასთან დაკავშირებით ფოლკლორის ცენტრმა, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. მოაწმო ჩვენი და ბატონი მიხეილის საშობაო გამოფენა. თემატურია, იმიტომ რომ აქ არის წარმოდგენილი ძირითადად ხატები და გარდამოხსნები. ახლა 4 გარდამოხსნაა წარმოდგენილი, ეს არის ცაიშის გარდამოხსნა, ზედაეწერის გარდამოხსნა, ჯვარის ეკლესიის გარდამოხსნა და ჭითაწყარის ახალი ტაძრის ხარების სახელობის ტაძრის გარდამოხსნა. ფაქტიურად მე ვარ სხვადასხვა პროფესიები, მაგრამ მე დიდი თითქოს ვერ ვждები და ფაქტიურად რომ დავждები უკვე მიჭირს იმასთან ხატებთან განშორება, მუშაობის პროცესი შეწყვეტა. ამ გონფენებზე მეორეჯერ ვარ, რამოდენიმე წლის წინათ ჰქონდათ და ეხლაც. ბესო არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. ბესოს შემოქმედება უფრო ქართულია, რაც უფრო მიწიერი, უფრო მშობლიური და ძალიან თბილი. ძალიან ყვაყოფილი ვარ, რომ წელსაც დავისწარი ამ გამოფენას.